არის. ოჯან, გამარჯობა. გამარჯობა, ჰაზან. ოჩა ხოჯან. მე კი მეგობრად გთვლიდი. ის ქმრისგან უნდა გამეგო? თვითონ რატომ არ მითხარი? ეს რა შეკითხვაა? თარიქი მიხვდა, რომ ის ლექსი ჰაზანს მიუძღვენი და ყველაფერი უთხრა? გისმენ ოჯან. ჰაზან, მე უბრალოდ ყველაფერი ვიცი ოჯან. მაგრამ მინდოდა შენგან გამეგო. ეს როდის დაიწყო? დემირ. აქ რას აკეთებ? რატომ არ გაიმგზავრე? გადავიფიქრე. არ გამოგივიდა. გითხრა აქ რატომ ვარ? ახლა ბახართან მიხვალ. და ეტყვი, რომ ერთმანეთს შორდებით. მე კი ამ ყველაფერს სიამოვნებით თვალს ვადევნებ. რა სისულელეს ამბობ? ეს კონვერტი გახსოვს? კონვერტი, რომლის დახმარებითაც რამდენიმე დღის წინ მაშანტაჟებდი.
საბუთები აღარ არსებობს. ჩემზე კომპრომატი აღარ გაქვს, დემირ. დაუჯერებელია. კონვერტი როგორ იპოვე? ვინ მოიპარა? ხელში როგორ ჩაიგდია ისუნ? როცა ეს ქაღალდები მომიტანე, მეც ძლივს დავიჯერე. მაგრამ წარმოდგენა დასრულებულია. შეხედე. აღარ არსებობს. ბაჰარზე მეორეობის უფლება კი ისევ მე მაქვს, ძვირფასო. ამიტომ ახლა მასთან მიხვალ და ეტყვი, რომ შორდებით. ასე უთხარი. შენ მხოლოდ მე გეყვარები. ისე როგორც მე მიყვარხარ. ის დაივიწყე. არაფერი გამოგივა. ვერ მაიძულებ. ეს არ მოხდება. გაიძულებ, დემირ. ამიერიდან ასე იქნება. თუ არა და იმ სულელ ბაჰარს ახლავე ფსიქიატრიულ კლინიკაში მოვათავსებ. თელ ცხოვრებას იქ მარტოობაში გაატარებს. ფსიქოპათებთან ერთად. იფიქრე, დემირ. იჭებს ერთად ვიფიქროთ. ბაჰარმა მთელი ცხოვრება სიყვარულში, სითბოსა და მზრუნველობაში გაატარა. იმ საშინელ დაწესებულებაში რა დაემართება, ძვირფასო? კოშმარი არა? იქ მართლა გაგიჟდება. ასე რატომ იქცევია ისუნ? რისთვის? სიყვარულისთვის. შენთვის. ჩვენთვის. სიყვარული ხომ სიგიჟეა. ამიტომ ჩემს მოთმინებას ნუ ხარ გამოცდი, დემირ. რა ხდება? ასეთი რა უთხარი? განადგურებული ჩანს. ცოტაც და ვესროდი. მითხარი, ოჯან. ასე გრცხვენია? ჰაზან, სიმართლე გითხრა, ოჯან, მორცხვი კი ხარ, მაგრამ ასეც არ შეიძლება. მე უნდა დამიმალო? ცოტა უცნაურია. შენი შეყვარებული უკვე ვნახე კიდეც. შენი საიდუმლო გამჟღავნებულია.
ჩემი შეყვარებული? ესენი ქვია არა? ესენი. თარიქთან მოვიდა. რაღაც პრობლემები გქონიათ. რჩევა სჭირდებოდა. ვებ-ფანჯრიდან დავინახე. სხვათა შორის ძალიან ლამაზია. თარიქთან მოვიდა? დემირ. კეთილი იყო შენი მოსვლა. ყვავილები ჩემია? შენია. არაჩვეულებრივია. მოდი დავსხდეთ. დავსხდეთ. დემირ. ყველაფერი რიგზია? ხო. მართლა? მედისმედად დაძაბული მეჩვენები? არა. ყველაფერი რიგზია. ბაჰარ. დემირ. ბაჰარ. მე ხო, ისმენ, მითხარი. მნიშვნელოვანი რაღაცის თქმა გინდა, ხომ ასეა? ვერ ხვდები აქ ისე უბრალოდ მოვედით თუ რამის ჩვენება ან რამის თქმა გინდა? ძმაო, კარგად ხარ? ძმაო, რა დაგიმართათ? ცუდად ხარ? რა მოხდა? სიმართლე გითხრა, თავიდან გამიკვირდა. მერე კი გამიხარდა. იმიტომ გამიკვირდა, რომ აქამდე ხომ არავინ გყავდა. იცი, მართლა ძალიან მიხარია. იმედია შენი შეყვარებული მიხვდება შენს ფასოს ჯან. უშჯან. მაბადია, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ უბრალო მოკრძალებული გოგონები მოგწონდა. ესენი მომხიბლელია, მაგრამ შენი სტილის გოგო არ არის. სწორად გამიგე. რა თქმა უნდა, ეს ჩემი საქმე არ არის. ყველას თავისი გემოვნება აქვს. არა, მართალი ხარ, შენ ალბათ ესენი თარიქის გვერდით დაინახე და მიხვდი, რომ ჩემგან განსხვავებულია. ეს ჩემი არჩევანია, ჰაზან. გულს ვერ უბრძანებ. რა თქმა უნდა, ესეც მართალია. ის ძალიან ლამაზი გოგოა. თვალი არ ეცეს. იცი, ძალიან ვცდილობ მისნაირ გოგონებს დავემსგავსო, მაგრამ არ გამომდის. არა, ჰაზან, რა სისულელია. შენი თავი მას არც კი შეადარო. დაბნეული ვარ, ოსჯან. ორსულობა, ოჯახის საქმეები, სამკერვალო. თან წონაში ვიმადებ.
გეჩვენება. საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მკაცრი ხარ. ახლა შენი ნებართვით მეწავალ. კარგი. ოსჯან. ბახშმეთ გვესტუმრე. ესენიც წამოიყვანე. დავილაპარაკოთ. ნახოთ, ვერ შეგვირდები. უარს არ მივიღებ, გელოდებით. კარგი, ვნახოთ. კარგი. ნახვამდის. თარიკ, იდიოტო. მე შენ გასწავლი ჭკუას. აისუნ. რა მოხდა, დემირს რა უთხარი? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ეს ჩემი პირადი საქმეა, შენ ვერევი. იმ გეგმის გამოსწორებას ვცდილობ, რომელიც შენ ჩაშალე. ბაჰართან შესახვედრად ბედნიერი მიდიოდა, მე კი ადგილიდანაც კი ვეღარ დაიძრა. ბაჰარი და დემირი ერთად აღარ არიან, შერებ. ეს თემა დახურულია. კარგი. მშვენიერია. ეს როგორ მოხდა? მნიშვნელობა არ აქვს, შერებ. ბაჰართან დაკავშირებით შენი გეგმები არ შეცვლილა? ძალიან კარგი. თუ ასე ავალდებული ხარ, ჩემს გენიალურ გეგმას მიყვე. მომისმინე. ახლა დემირს თვალს არ მოაშორებ. საწავა ვის შეხვდება, რას გააკეთებს, ყველაფერს მომახსენებ. თუ ბაჰარის დაკარგვა არ გინდა, უსიტყვოდ შეასრულებ იმას, რასაც გეტყვი. სხვა შემთხვევაში, მას სამუდამოდ დაკარგავ. მომისმინე. ბაჰარის გამო საკუთარ სიცოცხლესაც კი დავთმო. მას რომ რამე დაემართოს, პასუხს შენ გაგებინებ. ეს კარგად დაიმახსოვრე. გამოტყდი. დემირს ისეთი რა უთხარი, რომ დაგთანხმდა. მიდი თქვი. გისმენ. დემირს ჩემზე კომპრომატი ქონდა. მისგან რომ უნდა წამომეღო ის საბუთები? ასეა. მერე? რა წერია იმ საბუთებში? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, შერებ? გაიგე. ბოლოს და ბოლოს ეს ჩემი საქმეა. საბედნიეროდ კომპრომატები აღარ არსებობს. საბუთები დავმალე. დემირი კი იმას გააკეთებს, რასაც მოვისურვებ. მას ეშინია, რომ ბაჰარი ფსიქიატრიულ კლინიკაში არ გამოვკეტო. ახლა ხვდები? ხვდები. კარგი. შენთან ერთად ვიმოქმედებ. ბაჰარის ფსიქიატრიულში გაგზავნა არც იფიქრო. თუ რამეს ვიეჭვებ, გეგმას ჩაგიშლი. იცოდე ამას გიკრძალავ. კარგად დაიმახსოვრე. და ჩემთან ხუმრობა არ გაბედო. არც გაიფიქრო. მე და შენ ყველაზე კარგად ვიცით, სიყვარულის გამო ადამიანი რაზეა წამსვლელი. ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება. დემირი ბაჰარს დაშორდება და შენ დაგრჩება. ნახვამდის. ძმაო, კიდევ ერთი შეჭამე. შაქრის დონე დაეცა? სუდად რატომ გახდი? ალბათ. დემირ. სავაროს წინ ჩემი წამლები დევს. მომიტანე, თუ არ შეწუხდები. რა თქმა უნდა.
აი, გამომართვი. წყალიც მიაყოლეთ. როგორ ხარ? უკეთ? საავადმყოფოში ხომ არ წაგიყვანოთ? არა, ცოტა ხანში კარგად ვიქნები. მართლა უკეთ ხართ? ძალიან შეგვეშინეთ. ყველაფერი რიგზია, ნუ ღელავთ. მაბატიეთ, წამლის მიღება დამავიწყდა. თქვენი შეშინება არ მინდოდა. ასე ნუ ამბობთ. ძმაო, თუ გინდა ექიმთან წაგიყვანთ. არა. სუჰეილა გზაშია, მალე აქ იქნება. გამომკლავდებით. ის მიჩვეულია, ზოგჯერ ასე მემართება ხოლმე. კარგი, როგორც გინდა. ბაჰარ, წავიდეთ. კარგი, წავიდეთ. თავს გაუფრთხილდით, კარგი? თუ რამე დაგჭირდება დამირეკე. მადლობთ. აბა, კმაყოფილი ხართ არიქ? სამუშაო მივიღეთ. რა თქმა უნდა, მაგარია. ხალხი სუპერ მოდელს ნახავს. ნუ ჩქარობ, მაგრამ მართლა ცნობილი მოდელი გახდები. ლატარიაში მოგიგე. საუკეთესო საჩუქარი ხარ. არ ვიცი, შესაძლოა. გამოჩნდება. არ ხუმრობ. გმადლობ ესენ. გავბრაზდი და წავედი, მაგრამ შენ არ მიმატოვე, გამიგე. თავარია გამიმართლოს და მერე რაც გინდა ის მთხოვე. ხომ იცი რაც მინდა? ეს დღესავით ნათელია. რა მაგარია. ნამდვილი მეგობარი ხარ, საუკეთესო. ამას არასდროს დაგივიწყებ. აღარ მოგაცდენ. ხაზზე ვიყოთ. წავედი. გამოგიჭირეს. სულელი. ვისელაპარაკებოდით არიქ? გამარჯობა საყვარელო. გამარჯობა. თარიქ, ვისელაპარაკებოდი? დემირს. სიახლეა სამსახურთან დაკავშირებით. მართლა? არ მიჯერა. ძალიან მიხარია. დემირს დავურეკავ და მადლობას ვეტყვი. მოიცა. ახლა ბევრი საქმე აქვს, ძალიან დაკავებულია. შეხვდები და მადლობასაც მაშინ გადაუხდი. კარგი, ასე მოვიქცევი. ძალიან მომშივდა, ჭამა არ გინდა? წავალ რამეს მოვამზადებ. ხო, კარგი იქნება, მოამზადე. გამომივიდა. სულახათინის გამო მოიწყინა. ნუ დარდობ, კარგად არის. ყოველთვის ხვებზე ზრუნავ. რა კარგი ადამიანი ხარ, დემირ. შენზე კარგი არა, ბაჰარ. ჩემთან არ შემოხვალ? დესერტი არ გიჭამია, იქნებ ყავა დავლიოთ. ახლა წავალ, ბაჰარ. ბევრი საქმე მაქვს.
კარგი. როგორც გინდა. ხვალ შევხვდეთ. კარგი. ღმერთო დამეხმარე. საყვარელო. ხომ ხედავ პირველი ნაბიჯი მე გადავდგი. მალე საკუთარი ბუდეც გვექნება. ხომ მაგარია? თარიკ. ვერ ვიჯერებ, რომ ყველაფერი ასე მალე გვარდება. ხომ გეუბნებოდი ყველაფერი გამოვა მეთქი. აი ნახავ, ბავშვის დაბადებამდე ბევრ რამეს მოვასწრებთ. თარიკ. მიხარია ასე რომ გვიმართლებს. იცი, დღეს ორჯანი და მისი გოგო საბაღში მომდავპატიჟე. თარიკ, ფრთხილად რა დაგემართა? საბაღში მოდ? ხო. ფრთხილად ზემოთ აიხედე. როგორ ხარ? უკეთ. სამზარეულოში გავიდა, ნორმალურად დაღეჯე. შვილო, სად არის ბეჭედი, მაჩვენე? ბახარ ძვირფასო ძალიან გვაინტერესებს. დემირ ვარ აგითხრა. არაფერი მითხრა. დღეს გულისხმობ. დავსხედით თუ არა, სალახათინი ცუდად გახდა. დემირი წამოხდა დასახმარებლად. და არა, ნუ დარდობთ, მალე გამოგეთდა, მაგრამ განწყობა გაგვიფუჭდა. მერთო ეს რა მომხდარა. არა უშავს. შეხვედრა ხვალისთვის გადავიტანეთ. სალახათინს თუ არა მხელვარებისგან გული მეწამივიდოდა. ჩემო ლამაზო გოგო, ასე ღელავდი? ძალიან ღელავდი, დეიდო გონო. კიდევ კარგი ხვალისთვის გადავიტანეთ. ესე იგი ასე იყო საჭირო. ჩემო საყვარელო. ძმაო, გამარჯობა. დემირ, რატომ ხარ ასეთი მოწყენილი? ხელი ვერ თხოვე? რა მოხდა? რა ბედნიერი იყავი? კარგ ამბებს ველოდებოდი. ფერი არ გადევს. დემირ, მოხვედი, რომ იცოდე რა მოხდა. რა მოხდა? სახლში ქურდი შემოიპარა. ნეტავ განახა. მოვედით და ისეთი არაულობა დაგხვდა. ამას ველოდი. ესე იგი არ გიგვირს?
რატომ? გახსოვს ეს კონვერტი? ამას ინეთ მაჩვენე, თან მაშან დაჟებდი. სულ ცოტა ფული მქონდა. იმ არამზადა მისიც წაიღო. ახლა რა ვქნა? არ ვიცი რა მეშველება. ფული გვეყოფა. დანარჩენს რა ეშველება? ელფინ, რა დაემართა? უთხარი გაქურდეს მეთქი. მან კი მითხრა ველოდიო. რა ხდება? ლეიდა, დემირი განადგურებული მოვიდა. ვერც მე გავიგე რა მოხდა. ისმინე. ვახშმის შესახებ როდის მოილაპარაკეთ? დღეს ოსჯანს შევხვდი. ესენზე დაველაპარაკე და დავპატიჟე. რა თქვა ოსჯანმა? გაუკვირდა. მეტი არაფერი თქვა? არა, არაფერი. კითხე სხვა გეგმები ხომ არ გაქვთ მეთქი, მაგრამ ოსჯანმა ხმა არ მოიღო. არაფერი მითხრა. შერცხვა. ძალიან შერცხვა. რა უცნაური ბიჭია. მე მგონი ოსჯანი ძალიან კარგი ბიჭია. გულწრფელი, მშრომელი. ქედმაღალი არ არის. თავს თვითონ ირჩენს და ამით არ ტრაბახობს. მე და შენ გაგვიმართლა, რომ ასეთი მეგობარი გყავს. მართალი ხარ. ოსჯანი ასეთია, უბრალო, წესიერი ბიჭი. ოღონდ ესენი ბედისმენდად გლამრულად ხომ არ გამოიყურება? გაბრანჯვა უყვარს, ქედმაღალი ჩანს. ხომ ასეა? მე რა ვიცი. თავარია ერთმანეთს კარგად ეწყობიან. მე მგონი ესენს ძალიან გაუმართლა. ჩვენს დროში რთულია ასეთი წესიერი ბიჭის პოვნა. ოსჯანი ყველას ჯობს. მოდი დაგეგმილი ვახშამი გავაუქმოთ. ეს არ გჭირდება. დღეს სტუმრები არ მინდა. მე ხომ მუშაობას ვიწყებ და სტუმრების დრო არ მექნება. თარიქ, ასე ნუ ამბობ, მეგობრები გჭირდება, რომლებიც ჩვენთან სავახშ მოწმოვლენ. არ მინდა, რომ ჩვენი ოჯახი მხოლოდ თავის ვიწრო სამყაროში ჩაიგედოს. მოვიფიქრე კიდეც, რას მოვამზადებ. მათ ისე მივიღებ, როგორც კარგი დიასახლისი. მართლა? ნუ მოიღუშე. დაჯექი, მე კი ბახშებს მოვამზადებ. ძმა, მომიყევი რა მოხდა? ბაჰარს ხელი ვერ თხოვე. სელაჰათინი უცებ ცუდად გახდა. იმ ვითარებაში ვეღარ შევძელი. წარმოგიდგენია? მას ხომ დიაბეტი აქვს, მხიარულების დრო არ იყო, ამიტომ ბაჰარს აღარაფერი ვუთხარი. ძმაო, ნუ მოიწყენ. ხელი ხვალს თხოვე. ასეც მოვიქცევი. რა თქმა უნდა. წყალს გადავივლებ და დავწვევი. კარგი, მშვიდი ძილი. მადლობ საყვარელო. რაღაც კიდევ მოხდა. ხვდები რომ ასეა.
ალო? ხვალ უნდა შევხვდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ლამაზია. ესეც ლამაზია. ხო, ასეა. ეს შესანიშნავია. არც კი ვიცი, რომელი ჩავიცვა. ჩემო ლამაზო, შენ ნებისმიერი კაბაკი ხდება. ისე კი... ეს მინდა, მაგრამ... გუშინ მეცვა. ამაში გამოწყობა უცნაური იქნება. კი, მაგრამ რატო? მეორე დღესაც ეს კაბა მეცვას? თითქოს სახლში არ ვყოფილვარ. არ ვიცი, შვილო. წლების განმავლობაში მხოლოდ 2 კაბა მქონდა. მაგრამ დრო შეიცვალა. ჯოვსის შეიცვა, რაშიც თავს კომფორტულად იგრძნო. ამიტომ იგივე კაბა ჩაიცვი. ვარცხნილობა კი სხვანაირი გაიგეთე. კაცები ესე წვრილმანებს მაინც ვერ ამჩნევენ. დემირზე ამას ვერ ვიტყვი, და გონულ. ის სხვანაირია, ყურადღებიანი. მზრუნველი, გრძნობიარე. ნებისმიერ წვრილმას შენიშნავს. უნაკლოდ უნდა გამოვიყურებოდე. მართალი ხარ. დემირი მართლაც ასათია. ნამდვილად. საუზმე მზად არის, მოდით. რა თქმა უნდა. ფამუქანი მეგველოდება, წამოდი. ჯერ კარგად ისაუზმე. კარგი, წამოდი, გელოდები. ბაჰარი. ახლა არა, ბაჰარ. ახლა არა. ჯერ პრობლემებისგან უნდა გავთავისუფლდე. ალბათ დაკავებულია. ოზჯან? რა მოხდა, რისთვის მოხვედი? ვახშმის საკითხი უნდა მოვაგვაროთ. მე რატომ უნდა მოვაგვარო? ყველაფერი შენაურიე. შენ, მე კი არა. ცოლიანი კაცი იმ გოგოს დასდებ და ამაში ჩემს გარევას ცდილობ. აბა რა ვქნა?
ჰაზან სამოდელო ბიზნესში ვარ დაკავებული იმ ქალს კი მოვწონვარ მეთქი ასე უთხრა? თავი დამანებე. ამის მოსმენა არ მინდა. ნუ რაფერში გამრევ. ოჟჯან მომისმინე. თავი დამანებე. მელოდებიან საქმე მაქვს. თხოვ გაჩერდი ოჟჯან. ოჟჯან, შენ და ესენი სავახშმოდ უნდა მოხვიდეთ. სხვა გზა არ არის. ჰაზანი ვერ მოისვენებს, შეეცდება დაგითანხმოს, ასე რომ მოსვლა მოგიწევს. შენ ვინ გონი ვარ? ფეხმძიმე ქალის გასულელებას არ ვაპირებ იმის გამო, რომ მის უნამუსო ქმარს ხელი დავაპარო. წადი, თავი დამანებე. მოიცადე, ჩემი მეგობარი ხარ თუ არა? დამეხმარე და ყველაფერი მოვაგვაროთ. შენ რისთვის გჭირდება მიპასუხე, რომ გამოიყენო არა? ოჟჯან, ცდები. თავი დამანებე, წადი. ნეჯათ, როგორ ფიქრობ, იმ საბუთებს ასლები აქვს? არა, დემირ. მათ მეორედ ვეღარ იშოვი. ხომ გაგაფრთხილი არა? ნამდვილად, ნეჯათ. დარწმუნებული ხარ? ო, დარწმუნებული ვარ. გახსოვს რა მოხდა ისინი რომ მოგქონდა? ასლები რომ წარსებობდეს ის ტიპი მაინც არ მოგცემს. ნატალია. იცის რომ ფული არ მაქვს და რატომ მომცემს? თან ისინი დავამცირეთ. შეანდაბა. რა ვქნა? იქნებ ბაჰარის მეურეობის საკითხზე მოსამართლეს დაელაპარაკო, შესაძლოა სხვა გზაც არსებობდეს. კითხე და მითხრა, რომ ამ საქმეს სულ ცოტა ერთი წელი დასჭირდება. ესე იგი საქმე ცუდადაა, დემირ. ძალიან წუხვარ რომ ვერ გეხმარები. რას ამბობ, რაც შეგეძლო ყველაფერი გააკეთე, გმადლობ. ნუ დარდობ, კიდევ შევხვდებით. რა თქმა უნდა. ნახვამდის. ნახვამდის. შეანდაბა. ღმერთმა დაგწყევლოს. ძალიან კარგი. როგორც ჩანს, აისუნის გეგმამ გაამართლა. საწყალი დემირით ყვილად ცდილობს. შენ ხელი ვისკარი. ხელში ამომივიდა შენი ტყუილები. არც ხვენია? მეგობრებს ასე ექცევიან? იმ ქალს ეფლირტავები და ყველაფერს მემაბრალებ. უცნაური რა არის, რა მოხდა? მაინც მარტო ხარ. ასე რთულია ჰაზანს ესენი შეყვარებულად მოაჩვენო თავი. რა, პირადი ცხოვრება აგირიე? გეგონება შეყვარებული ყავდა და ჩემ გამო მიგატოვა. მორჩა. თავი მომაბეზრე. რა შენი საქმეა, შეყვარებული მყავს თუ არა? რა შენი საქმეა? კარგი. მე შენ გიჩვენებ სეირს. ასე არა? მანდი ჯექი. ღმერთო, რა ხდება? რა დაემართა? Alo. Alo, Elfin, როგორ ხარ? Nasılsın? Demirs. Ben Demir'e ვერ ვუკავშირდები. Kaç kere aradım. დარდობ, რამე ხომ არ დაემართა? Bir şey mi oldu acaba? რამე ხომ არ იცი? Senin haberin var mı? Yok, არა, yani yoktur bir არაფერი şey. ვიცი, მაგრამ Bugün biraz დღეს sonra რაღაც işim var, საქმეები o yüzden ქონდა დაგეგმილი. Tamam canım. კარგი, გმადლობ. Çok sağ ol. ბედნიერად. ნახვამდის. ეს რა დაემართათ?
გააშველეთ. რა ჭუბებთ? მოკლავ. ვის მოკლავ? ერთმანეთს დახოცავენ, გააშველეთ. ვის მოკლავ? მოდი აქ. თარიკ? ოზიან, იცოდე მოკლავ, მიგახრჩობ. არ გაცოცხლებ შეუსირცხვილო. ბაჰარ? ალო? დემირ, Kaç kere aradım. რამდენჯერ დაგირეკე? Merak ettim. შემეშინდა რომ არ მიპასუხე. მოხდა რამე? ყველაფერი რიგზია, საქმეებს ვაგვარებდი და ვერ გიპასუხე. მართლა ასეა? ო, დატვირთული დღე მაქვს. მოგვიანებით დაგირეკავ, კარგი? კარგი, Görüşürüz o zaman. დროებით. İşinin gücünün აი რა ხდება, როცა დემირს საქმეები აქვს და ვერ მელაპარაკება. Canımla cicimde konuşacak değil mi? ნედავ საერთოდ არ დამერაგა. დაკავებულია ბახარ. Açmıyor Şen işte. ki xel suşli. Etmesene sen de. რას გადაიკიდე? შემეშვი. ოზიან, თარიკ, შეწყვიდეთ, რას აკეთებთ? მოკლავ გესმის? თარიკ, შეწყვიდეთ. ოზიან, შენც. რა შედიხართ? შეიშალეთ? თქვენ კი რას უყურებთ? რა ხდება? Ne oldu რა გჭირთ? Ne oldu? ასე როგორ დაეშვით? Siz. ხმას არც ერთი არ იღებთ. კარგი, აფთიაქში წავიდეთ. ჭრილობები დავამუშავოთ. რას გახართ? Hadi. დროზე წამოდით. ვინმე შეძებთ? ექიმი სად არის? სემინარზეა საზღვარგარეთ. აქ არ არის? როდის დაბრუნდება? არ ვიცი, სემინარის მერე სხვა ქვეყანაში მიემგზავრება. პაციენტის შესახებ უნდა დაველაპარაკო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მერწმუნეთ. როგორ დავუკავშირდე? მის კოორდინატებს ვერ მოგცემთ. ამ საქმის გადადება არ შეიძლება, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მის მოძებნაში, ძალიან გთხოვთ. Sizi anlıyorum ama maalesef çok თქვენი მესმის, მაგრამ ექიმთან დაკავშირებას დიდხანს ვერ შეძლებთ. წუხვარ. გთხოვთ დატოვეთ კაბინეტი. დედიკო, Babacığım მამიკო, artık გული sizi მტკივა რომ არ მახსოვხართ, alıyorum. Ama მაგრამ siz çok ძალიან მენატრებით. keşke daha ცოტა ხანს ვიყავით ერთად, izleseydik. Ama მაგრამ არ იგარდოთ. gözümde kalmasın. Abim bana çok ჩემი iyi ძმა bakıyor. დემირი ძალიან მზრუნველია. Abim demiş ki სხვათა შორის, დემირის შესახებ siz onunla თქვენთვის iyi კარგი ამბავი მაქვს. Dünyada მას მსოფლიოში çok iyi ულამაზესი insanlar გოგო შეუყვარდა. Çok yakında მალე evlenecekler. დაქორწინდებიან. Keşke siz de burada olsaydınız. ნედავ თქვენც შეგეძლოთ მისი ნახვა ბედნიერ დღეს. Sizi çok seviyorum. ძალიან მიყვარხართ.
აქეთ. Abi kolay gelsin. გამარჯობა. Mira içeride. მირაი აქ არის? დიახ, თავის კაბინეტშია. მიბრძანდით. Siz de geçin şöyle. გმადლობთ. დასხედით, მე კი მირაის დავუძაღებ. ჭრილობებს დაგიმუშავებთ. ბაჰარ, შვილო, დემირმა გითხრა საქმეები მაქვსო და რატომ განიცდი? Belki bir şeyler. იქნებ რამე შეიცვალა და დემირს Ben de ამის თქმა არ შეუძლია. Olamaz mı? ასე უცებ რა უნდა შეცვლილიყო. რატომ ხელავ შვილო? Üzüyorsun kendini bu kadar. არ ვიცი, Bilmiyorum. აფორიაქებული ვარ. რაღაც მოხდა და დემირი ვერ მეუბნება. Hissedebiliyorum. გული მიგრძნობს. ბაჰარ ძვირფასო, დემირს თვალ დახუჭული ვენდომი. რადგან ამბობს საქმე მაქვსო? ესე იგი ასეა. ის არ მოგატყუებს. დემირი ხომ ყველას ეხმარება. ახლაც ამ საქმით იქნება დაკავებული. გამარჯობა, შერიფ. რა ხდება, მithვალ თვალებ? ასეა? რას ამბობ? აქ საქმეები მაქვს და მოვედი. დარწმუნებული ვარ, ასე არ არის. ერთი რამ უნდა გთხოვო. რა დრო დადგა? გახსოვს ამას წინათ ბაჰარის გამო დახმარება გინდოდა. მეც იგივე მინდა გთხოვო. პოლიციას აისუნის დანაშაულის ამბავი უნდა უამბო. ვიცი, ფიქრობ, ნასამართლეობის გამო არ დაგიჯერებენ და დაგჯიან, მაგრამ შენთან ერთად წამოვალ და დაგეხმარები, როგორც ადვოკატი. ვიცი, აისუნი დიდად არ გიყვარს. თუ ერთად ვიმოქმედებთ, მას ჩვენი ცხოვრებიდან მოვიშორებთ. აბა დაფიქრდი. აისუნის მოშორება მხოლოდ ორივეს ერთად შეგვიძლია. რას ამბობ? ნუ თუ. თუ დამეხმარები, აისუნი ვეღარ შეგვაწუხებს. ჩემ გარეშე იმოქმედე. უარს მეუბნები? ჩემ გარეშე იმოქმედე. კარგი. როგორც გინდა. მაგრამ მე არიან რომ დახმარებაზე უარი მითხარი. შანდება. ალო, აისუნ.
უნდა შევხვდეთ. Ახლავე. ოსჯან, პირველი შენ შედი ჭრილობის დასამუშავებლად, კარგი? წადი. ახლა კი მოყევი რა მოხდა? რატომ იჩხუბეთ? დაივიწყე ხაზან. ოსჯანი თავს დამესხა. ეს რას ნიშნავს? მომიყევი. გახსოვს ჩვენი საქორწინო ხარჯის დასაფარად მისგან ფული ვისესხე. დაბრუნებას მთხოვს. უთხარი მაცალე მეთქი, მან კი დაიჩემა სასწრაფოდ უმჭირდებაო. უთხარი პირველივე ხელფასიდან გადაგიხდი მეთქი, მაგრამ არაფერი აინტერესებს. ფულის გამო ერთი ამბავი შექმნა. ხო და მაგრად მოხდა. თავი ვეღარ შევიკავე. მოიცა ჩხუბი ოსჯანმა დაიწყო. ფულის გამო შექმნა ამ ხელა ამბავი. ხო. ღმერთო, თარიკ, ოსჯანი ამას არ იკადრებდა. დაუჯერებელია. მოთხოვნა კი არა, შეხსენებაც მოერიდებოდა. ესე იგი შენი ქმარი გატყუებს? არა, იქნებ არასწორად გაიგე, თარიკ. ალბათ გაცხარდი. კარგი ხაზან, როგორც გინდა ისე იფიქრე. მეტი რა გითხრა? ნუ ბრაზო. ასეც რომ იყოს, ძალიან უცნაურია. არა? გარეთ გავალ. ჰაერს ჩავისუნთქავ. აი ასე. ძალიან პატარაა, მაგრამ ნახავ რა სწრაფად გაიზრდება. ფესვები უკვე გაიდგა? აბარა. ვინ ამოთხარა პირველმა მიწა? წყალი პირველმა ვინ დაუსხა? მას შეყვარებულთა ხელები შეეხო. რა პოეტურია. თითქოს ჩემს სულში ჩიტები გალობენ. შენ რომ ამ განწყობაზე ხარ, მეც სიმღერა მინდება. დეიდაგონო, იცი, მეხსირება დავკარგე, მაგრამ ჩემი გრძნობები მაინც ძლიერია. დემირის გვერდი თავს მშვიდად ვგრძნობ. ძალიან ბედნიერი ვარ. მეჩვენება რომ ის ჩემი ბედია. ჩემო ლამაზო, თუ იმ ადამიანთან თავს მშვიდად გრძნობ, თუ გული მისკენ მიგიწევს, ესე იგი შენი ბედი ყოფილა. გული არასდროს გვატყუებს. ის გვაგრძნობინებს, ვის გვერდით არ უნდა ვიყოთ. გაფრთხილებას ცდილობს. ჩვენ კი მისი მოსმენა არ გვინდა ხოლმე. იმასაც გვარ ნახობს, ვის გვერდით უნდა ვიყოთ ხოლმე. ოცებ საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. უაზრო ფიქრები გაქრა, ახარ არსებობს. ახლა ლამაზი დღეების მოლოდინით ვცხოვრობ. იმ ლამაზი დღეების, რომლებსაც დემირთან ერთად გავატარებ. ძვირფასო, საყვარელო. რა კეთილი და შესანიშნავი გოგო ხარ. მჯერა რომ ბედი საუკეთესო ცხოვრებას გიმზადებს და ბედნიერი იქნები. მიდი დაუსხი. დაუსხი. მირაი, ცოტა ხნით ვერ დაგტოვებ? ამას ხელი არ ახლო, კარგი? გმადლობ. როგორ ხარ, ოსჯან? არა მიშევს ხაზან, გმადლობ. ოსჯან, თვლი რომ მეგობრული წესიერი და გულწრფელი ადამიანი ხარ. ხელგაშლილიც. ნუ თუ მეგობარს ფულის გამო ეჩხუბე. ასეა? ეს როგორ მოხდა? მართალია, თარიქმა ქორწილისთვის ნასესხები ფული უნდა დაგიბრუნოს. მაგრამ ხომ შეიძლება ეს სხვაგვარად მოვაგვაროთ? ამის გამო ჩხუბი და მეგობრის დაკარგვა? სწორი სექციელია? ოსჯან, ძალიან გთხოვ, თარიქს დრო მიეცი.
Ödeyecek. Balს დაგიბრუნებს. Ama eğer dersen თუ სასწრაფოა, ben onun მე çalışıp მითხარი, kazanmasını bekleyemem. ფულს ლეილასგან ვისესხებ. Babadan borç უარს არ alırım. მეტყვის. Öderim Balს sana ბოლომდე söz. მოგცემ. Yeter ki siz ოღონდ böyle შენ და kavga თარიქი etmeyin. შერიგდით. ხაზან მომისმინე. მე კი გეძებდი თურმე აქ ყოფილხარ. Burada mıydın? Buradaydım. კარგი, Geliyorum. გავიგე. თარიქ, Sen ცოტა ხანს დამელოდე. წყალს მოვიდან და მოვა. შეარამზადა რა ნაძირალა ყოფილხარ. არ გწვენია? ასეთი ტყუილის მერე მშვიდად როგორ ხარ? ჩვენი პირველი შეხვედრა ასე არ წარმომედგინა. არა უშავს ამას გადავიტან. Daha böyle çok Zin, konuşmayı ბევრი რამე isteyeceğinizi გველოდება. sorun etmiyorum. ოღონდ იცოდე დემირ, Ben böyle ეს არ hoşlanmam. მომწონს. Liseli çocuklar სკოლის gibi მოსწავლეებით sohbet ფარულად gizlice ხვდებით buluşuyoruz. ერთმანეთს. Gelir beni შეგიძლია evden სახლიდან წამეყვანო იქ, alır, სადაც nereye გინდა. gideceksek gideriz. საქმეზე ვილაპარაკოთ აისუნ. რა თქმა უნდა, Nedir? აბა Bizimle შემოტყობინებ ben კარგ vereceksin. ამბავს. Senden თანახმავარ. ilk ოღონდ defa ერთი პირობით. isteyeceğim. Sen თარიქ რა ნაძირალა ხარ. ჩუმად დაწყნარდი. გეყოფა ჩემი შეურაცხყოფა. Sus be. Kız შენს ცოლს გონია მშენებლობაზე რთულ საქმეს ასრულებ. შენ გამოღელავ, შენ კი უსინდისო დატყუებ, თან გინდა ამაში მეც გამრიო? ამის შემდეგ ვინ ხარ? ოჟან გაჩუმდი. როცა დრო მოვა ჰაზანს ყველაფერს მოუყვები. რა უსინდისო ყოფილხარ, საწყალგოგო შენის ჯერა, ბავშვს ელოდება, არც კი იცის რა სამუშაო იშოვე. ახმოვანებულია ტელეკომპანია